ყაზბეგის განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი დღეიდან 24 საათის განმავლობაში 15,000-მდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს. Თუკი შესაბამისი დოკუმენტაცია სრულყოფილია, საბაჟო პროცედურებისთვის 1 წუთია საჭირო. Грузим, в Тбилиси еду, здесь все удобно, доступно, никаких трудностей, нормально. Мне нравится обслуживание. И давно здесь стоите? Нет, вот подъехал сразу. Да, без задержки, минута только как. И уже отпускают. რუსეთ-საქართველოს საზღვართან განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა გახსნა. შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა სამმართველომ პროექტზე რამდენიმე თვე იმუშავა, მისთვისაც 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეკონსტრუქციის ფარგლებში დამატებით შენობები აშენდა. 17,000 კვადრატულ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. სატვირთო მანქანების დასათვალიერებლად და პარკინგისთვის კი შესაბამისი მშენებლობა მიმდინარეობს. ეს უდაოდ ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის განვითარებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო არ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთზე. საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პუნქტი, სამწუხაროდ დღეს ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პუნქტი იმისა, რომ საქართველომ საავტომობილო გადაზიდვებით ეს სერიოზული ფუნქცია შეასრულა. გარდა იმისა, რომ ჩვენ კობი-გუდაურის მონაკვეთზე 20 კილომეტრიან გზის მონაკვეთს ვაკეთებთ, მთლიანად თავიდან ბოლომდე ავიღეთ დამატებით ვალდებულება, რომ ჩვენსა და რუსეთის საბაჟოებს შორის არსებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე კილომეტრ-ნახევარი გზის მონაკვეთი დავაგოთ. მშენებლობა მიმდინარეობდა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. საპროექტო ღირებულება მთლიანად შეადგენს 10 მილიონ ლარს. მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითქმის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და 2014 წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სტანდარტში ჩაჯდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი საქართველოში. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განახლებული საბაჟო პუნქტის გახსნისას მთავრობის წევრები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბაჟო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გაზრდას ხელს შეუწყობს და კომპანიებს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტირებას გაუადვილებს. უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა ხდება, ასევე ტურიზმი რუსეთის მხრიდან ძალიან გაიზარდა და ეს პუნქტი მოემსახურება აი ამ გაზრდილ ნაკადებს. ეს მდგომარეობით უკვე გახსნილია რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის, ალკოჰოლური სასმელებისთვის, მინერალური წყლებისა და დაბალი რისკის შემცველი ფიტოსანიტარული დაქვემდებარებული პროდუქციისთვის. ხნის წინ ყავდა სპეციალური ექსპერტთა კომისია და მათი შეფასების შედეგად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ექსპორტიც რუსულ ბაზარზე. ჰუმანიტარულ ეკონომიკურ საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. პრემიერის ოფიციალური წარმომადგენელი ზურაბ ბაბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს 20 სექტემბრამდე შეხვდება. მთავარი საკითხების სავიზო რეჟიმის გამარტივება და ორ ქვეყანას შორის რეგულარული მიმოსვლა იქნება. აი ამ ახალი ტერმინალების შექმნა ნამდვილად შეუწყობს ხელს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და ზოგადად რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებას. ჩვენ ეხლა მე ჩემ რუს კოლეგას შევხვდები სადღაც 20 რიცხვამდე პრაღაში, ჩვენ რამდენიმე საკითხი გვაქვს იქ დასასრულებელი, 80% იმ თემებისა, რასაც ჩვენ განვიხილავდით, უმთავრესად ეს სავაჭრო ეკონომიკური ხასიათის საკითხებია, პრინციპში მოგვარებულია. რამდენიმე საკითხია დარჩენილი. რუსეთ-საქართველოს შორის ყაზბეგის ერთადერთი ლეგალურ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა. მაშინ რუსეთმა ამის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა. მიმოსვლა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში აღდგა და რეაბილიტირებული პუნქტიც გაიხსნა. საბაჟოს რეკონსტრუქცია და დამატებითი ნაგებობების აშენება კი ახალი მთავრობის განმარტებით ეკონომიკურ საკითხებზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების და მგზავრთა სიმრავლის გამო გახდა აუცილებელი.